გამარჯობა ყველას, დაგიბრუნდით დაპირებისამებრ კვირა საათზე უნდა მოხდარიყო მორიგი ხორცა ლაივი და ასე ვთქვათ ჩართვაც დღევანდელი შედგა უკვე. პირველ რიგში გილოცავთ ევროპის ჩემპიონატი დაიწყო, ძალიან კარგი სანახაობა და გასართობი საშუალება ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, მთელი ერთი თვის განმავლობაში ფიქრობ საკმაოდ მაღალი დონის თამაშები გველის, მე პრინციპში თითქმის ყველა თამაშს ვიყურე, ერთ-ერთი ეს ბოლო თამაში იყო ირლანდიის მონაწილეობით, რომელსაც უდროობის გამო ვერ მოახერხე ყურება, თუმცა რა თქმა უნდა იბრძნობა ის მომენტი, რომ გუნდები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ტაქტიკურ ნიუანსებს და ზუსტად ეს არის განსხვავება თქოზე იმავე სამხრეთ ამერიკული ფეხბურთისა და ევროპული ფეხბურთის, სადაც ნებისმიერი გუნდი, რომელსაც მე ვუყურებდი ცდილობდა ტაქტიკურად რაღაც გამართული ფეხბურთის თამაშს. აი, ავიღოთ მაგალითისთვის ალბანეთის ნაკრები, რომელიც შესაძლოა არ ბრწყინავდა შვეიცარიის ნაკრებთან, თუმცა მოდი თქვათ პირდაპირ ეს გუნდი პირველად არის ევროპულ არენაზე და ჩემი აზრით შვეიცარიელებთან აი გამოცდილების არ ქონის თემა იყო ალბათ და ის 10 ნომერი რო ყავდათ, რომელსაც მოუწევს ალბათ ცალკე ვარჯიშებზე საკუთარ რეალიზებაზე მუშაობა მომავალში. მას იმ ორი მომენტიდან ერთი მაინც რო გამოეყენებინა, ალბანეთი პირველ ისტორიულ ქულასაც აიღებდა და ეს საერთოდ დონის თემა არის, ანუ ყველამ ისწავლა ასე თუ ისე და ცდილობენ თითოეული მატჩიდან, თითოეული წუთიდან მიიღონ თავისი სასარგებლო გამოცდილება თუნდაც ან გააგრძელონ ასპარეზობა. ისე ალბანეთს ესე დაუიწყე და იტალიელი მწვრთნელი ყავთ თან და პრინციპში ალბათ ტაქტიკურადაც ესეც დაეხმარა მათ წარმატებას. ოკეი, ნუ სანაკრებო თემაზე რა თქმა უნდა გადავალ, ისევ დაუბრუნდები მით უმეტეს უკვე დაიწყო ჩვენი ნებათაღელვა, ხვალ იქნება პრესკონფერენცია უნდა ყოფილიყო მე რამდენადაც მახსოვს, უბრალოდ ინტერნეტის დრო ვერ მოიხელთე ხელ და მე აუცილებლად მივხედავ თან გადაცემის შემდეგ აუცილებლად ჩვენ Forza Euros ასე ვთქვათ, რეჟიმით ვართ, არა მარტო იტალიის ნაკრებს, ვცდილობთ ყველა იუვენტინოს ასპარეზობა გავაშუქოთ და ამიტომაც იდება ეს ჩვენს მიერ მომზადებული ვიდეოები უშუალოდ იუვენტინოზე, რომლებიც ასპარეზობენ ევროპის ჩემპიონატზე და სხვათა შორის ძალიან კარგი არის ჯერჯერობით ის ფაქტი, რომ თითოეულმა მათგანმა პირველ თამაში იზეიმა, პოლ პოგბა, პატრის ევრა, სტეფან ლიხშტაინერი, მანჯუკიჩმაც, მე პირადად უყურე ხორვატიის თამაშს და ძალიან მომეწონა ხორვატები, ძალიან კარგი ცენტრი, ისედაც სახელების მიხედვითაც რო თქვათ რა გუნდებში ასპარეზობენ და საერთოდ მათი აი ყველაფერი რა პრესინგი თავდასხმაშიც ეფექტური თამაში უბრალოდ ნუ პერიშიჩი არის ინტერის ფეხბურთელი, რომელსაც ატო არ გაუკეთა იქ გადაცემა მარიო მანჯუკიჩი ცალკე მარტო იდგა და შეეძლო გოლის გატანა, ამას ვერ მივხვდი და იმედი მაქვს ესეთი რამ ხორვატებს უკვე შემდეგში აღარ მოუწევთ. აღარ მოუვათ უბრალოდ და ნუ რაღაც ურთიერთ შეთანხმება თავდასხმის ხარში ეხება. ნუ ხორვატები კარგად იყვნენ, მთავარია მანჯუკიჩი იყოს ჯანმრთელად. რაც შეეხება ჩვენს თემას, ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მოგილოცოთ მირალემ პიანიჩის ტრანსფერი. ეს ფეხბურთელი ფიქრობ, რომ აი რასაც მარუტა საუბრობდა ყოველი სატრანსფერო ფანჯის პერიოდში, რომ ეს ხარისხი არის ასამაღლებელი. ფიქრობ, რომ საკუთარ დანაპირებს ეს ადამიანი ასრულებს. სეზონიდან სეზონამდე ჩვენ ვყიდულობთ ფეხბურთელს, რომელიც ამ საშუალო ხარისხს მნიშვნელოვნად ნაწევს. პიანიჩის ტრანსფერი ეს არის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ გადადგმული, რომელიც ჩვენს ისედაც ძლიერ ნახევარდაცვას კიდევ უფრო ფანტაზიურს ხდის, კიდევ უფრო კრეატიულს ხდის. მით უმეტეს აქა-იქ ჩდება ინფორმაციები, რომ იუვენტუს მაინდა-მაინც ტრეკვარტისტაზე ხელი არ აქვს აღებული, თუნდაც რამოდენიმე წუთის წინ მოახერხი და დაუდეს, რომ მარიო გიოცეზე წავიდა ისევ საუბარი, ანუ თითქოს არსებობს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ არენდი გავიფორმოთ გერმანელი ნახევარმცველი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ არსებულ ნახევარდაცვაში კიდევ ერთი ესეთი ჭკვიანი ფიგურა, რომელიც ინტელექტითაც გამოირჩევა და თავისი შესაძლებლობებით მისი ჩვენ გუნდში ხილვა. მე ვფიქრობ, რომ მომავალი სეზონისთვის ეს გუნდი აი პიანიჩის ტრანსფერმა ალბათ ხაზი გაუცვა ყველანაირად კაფიოთ, რომ არა მარტო იტალიური სარბიელზე შემოვიფარგლებით ჩვენი მიზნები გაცილებით უფრო მაღალი იქნება და მე პირველ რიგში მაროტა პარატიჩის დუეტი უნდა გამოვხო, მე მესმის რომ იქ პიანიჩმაც მოინდომა თვითონ
უშუალოდ რაღაც ხელშეკრულებაში კონკრეტულ პუნქტზე უარის თქმა და რაღაც, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მოხდა მას შემდეგ, რაც ტურინში გალილეო ფერარის ქუჩაზე ძალიან კარგად აწონდაწონეს სიტუაცია, განიხილეს რამდენად შესაძლებელი იქნებოდა პიანიჩთან ხელშეკრულების გაფორმება, გასათვალისწინებელი ის ფაქტიც არის, რა ხდებოდა რომში და რა მოხდებოდა რომში და ხუმარი მოქმედებდა ფეხბურთელზე უარყოფითად ეს ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად აი ავიღოთ ის ფაქტი, რომ თვითონ პიანიჩის გარემოცვამ განაცხადა ესეთი რამ PSG-ც იყო, Bayern-იც იყო, Barcelona-ს, ანუ იყვნენ რეალურად გუნდები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ბოსნიანი ნახევარმცველი, თუმცა Juventus-მა იმუშავა ეფექტურად. აი აქ იუვენტინოების ის ნაკადი რომ წამოვიდეს და თქვას, რომ პიანიჩი რო არა ტრანსფერი არ მოხდებოდა, მე მესმის მათი, დარწმუნებული ვარ 2-3 დღის მერე ეს თემა მაინც წამოიწევა წინ და ამიტომ მინდა ეხლავე გავაჟღერო ჩემი პოზიცია უშუალოდ ამავე გადაცემაში. ჩემი პოზიცია არის ასეთი. პასუხი იმაზე, თუ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. პიანიჩს რომ მოითხოვა პაუზა ელემენტარული იუვენტუსის შემოთავაზების შემდეგ და განეხილა ბარსელონას ინტერესი, ბაიერნის ინტერესი, რა პრობლემა იქნებოდა, არც არაფერი. ანუ მან თვითონ აირჩია იუვენტუსში გადასვლა და როგორც მოარული ხმები, კულუარული ინფორმაციები აცხადებენ, პიანიჩის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ აპრილში ქონდა მიღებული, ამიტომაც იყო იქ რაჯა ნაინგოლანის ინტერვიუ თუ გახსოვთ, როდესაც განაცხადა, რომ თუ იგი გადავა იუვენტუსში, მე მას ხმას არ გავცემ. ანუ იყო ეს ყველაფერი, დაიწყო ეს ყველაფერი და ბოლოს საბოლოო ჯამში მაროტა პარატიშის დუეტმა ისე დააგვირგვინა, როგორც მე თქვენ და ყველა იუვენტინოს გაუხარდებოდა, ჩვენ ნამდვილად მაღალი დონის ნახევარმცველი გავიფორმეთ, ნამდვილად გიგლოცავთ კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძალიან სწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი უშუალო კონკურენტისგან ავიყვანეთ წამყვანი ტიპის ფეხბურთელი და იტალიაში ისეთი სიტუაცია არის ახლა შექმნილი ხომ ხვდებით არა ძალიან რთული არის აიყვანო რომას წამყვანი ფეხბურთელი აიყვანო ნაპოლის წამყვანი ფეხბურთელი ეს საერთოდ ნონსენსია ჩემთვის ანუ ვერ ხვდები ანუ ხამშიგზე იყო შანსი რომელმაც ალბათ ბოლოს მაინც არ იყო ის ნება ან საკუთარი თავის ძალა რომ გადაებიჯა ამ ყველაფრისთვის და გადასულიყო ნაპოლიდან იუვენტუსში. არის ფსიქოლოგიური მომენტებიც რა თქმა უნდა, მე მახსოვს დღემდე ის ვიდეო, როდესაც ჰამშიკს ზუსტად სატრანსფერო ფანჯის 2 დღით ადრე დრაქსლერთან რო ჩაიშალა მოლაპარაკები და უცბად ცდილობდა ჰამშიკის გაფორმებას, როგორი სევდიანი სახით ამბობდა, რომ ნაპოლიში რჩებოდა და აგრძელებდა კარიერას. ეს არ იყო მისი, ასე ვთქვათ, რაღაც ის მომენტი, რომ ბედნიერი იყო და აუცილებლად ის გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ამიტომ პიანიჩზე იყო, პიანიჩი ფსიქოლოგიურად ძალიან წონადი ფიგურა გამოდგა, მხრივ მყარი ნერვებით, აიტანა ის ყველაფერი აგრესია, რაც რომ შეხდებოდა და რომში ძალიან ცუდი რაღაცები ხდებოდა მასთან დაკავშირებით, რომ მისი სოციალური გვერდი საერთოდ ალბათ წასაშლილი არ და თავიდან გასაკეთებელია და რომას ტიფოზერიისთვის დასაბლოკი არის, რაც საოცრებებს უწერენ. და ნუ პრინციპში ახლა მაგათი კუთხითაც გასაგები არის. წარმოიდგინეთ რომას კომაგი ჯერ ისე იუვენტუსი რა დღეში აგდებს ხო სიტუაციიდან მიხედავთ ანუ სწორედ მინდა გამიგოთ საფეხბურთო მოედანზე, როდესაც რომას ამბიცია გაჩნდა იუვენტუსი ყოველთვის ანადგურებდა მათ ამბიციებს საწყის 15 წუთში ალბათ. ნუ ერთადერთი გამონაკლისი იყო პირველი ტურის შეხვედრა გასული სეზონის, როდესაც სიმონე პადოინი გვედგა რეჯისტაზე, სტურად გვედგა წონა მომატებული და ნუ მაშინ დაუმარცხეთ. თუმცა სხვა შემთხვევაში, როდესაც საქმეზე მიდგა, ნუ ტურინი ამ ეტაპზე ისეთი ძლიერია, რომ შანსს არ უტოვებდა და შენ ბერიტან გუნდს, რომელიც უკვე 5 სეზონია ჩემპიონია და იმ გუნდს მიყავს შენი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. ხო ხდებით, ანუ რა აგრესია იქნება და გამყიდველი ყველაზე რბილად ნათქვამია რა ეპითეტსაც მირალემთან დაკავშირებით იძახოდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წესიდარიგით 4 შაბათი, 5 შაბათის თემა იყო თუ 3 შაბათის, ხო? ანუ სამედიცინო შემოწმება რომ უნდა გაიარა და ახლა ისე არის მოთხოვნა მირალემის, რომ შეიძლება ხვალვე ჩამოვიდეს ფორნაკას კლინიკასთან დადგეს იქ, სადაც მონუმენტი არის, სურათი გადაიღოს, სამედიცინო შემოწმება გაიაროს, ასე უკვე ფორმალობა არის, შემდეგ მივიდეს მაროტასთან გალილეო ფერარის ქუჩაზე და მოაწეროს კონტრაქტს ხელი და დაიწყოს მისი თავგადასავალი. რა ნომერი ექნება, რა პოზიციაზე იქნება ეს ძალიან აქტუალური საკითხი არის, ნამდვილად არ ვიცი. ანუ ეს შეგვიძლია რომ განვიხილოთ გადაცემის პირველ ნაწილში,
რომელიც პრინციპში უკვე დაიწყო, გახსნილი წინასიტყვაობაც გითხარით, პიანჯის ტრანსფერს კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს ნამდვილად დიდი შენაძენია ჩვენთვის, თუმცა ამით სატრანსფერო პოლიტიკა არ სრულდება, მე რამდენადაც ვიცი, იუვენტუსი არ აპირებს დანებებას, აქ მაროტა ცოტა ხანში პერეს შეხვდება და მანდაც საკმაოდ საინტერესო დისკუსიები იქნება. თუმცა მანამ სანამ გადავიდოდე, ასე ვთქვათ, მადრიდის მხარეზე, პოგბას მხარეზე, მოდი ამოვიკიდოთ თქვენი SMS-ები, რომელიც საკმაოდ დაგროვდა უკვე, მე მიხარია, რომ ესეთი აქტივობა არის დღეს და ზოგადად ჩართვის პირველი დღიდანვე. საღამო მშვიდობისა, გამარჯობა ბიჭებო, ყველას მოგესალმებით, ქართლოს, ჰენკი, გიორგი, ბონდო, ოკეი, სასწაული თამაშებია, ყველა თამაში უდიდესი სიამოვნება მივიღე, იმედია ხვალ იტალიას გაგვახარებსო. ძალიან დიდი იმედი მაქვს კონტე და ასე ვთქვათ, შეასრულებს თავის დანაპირებს, როდესაც აღნიშნავდა, რომ მისი გუნდი არ აპირებს დაცვიდან თამაში და მე ველი ხვალ ორი ძალიან მაღალი დონის გუნდის ლაღ თუ არა, რაღაც ისეთ ეფექტურ თამაშს შეტევაში, იმიტომ რომ ჩემი საათ, ბელგიას რა თქმა უნდა, ხა დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი რაღაც კრეატივი თითქოს მეტი აქვს თავდასხმაში იტალიაზე, რომელიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა ალბათ ძირითად შემადგენლობაში ვინ უნდა იყოს იქ ედერი შეიძლება ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება მაგის მიმართ იცით, შეიძლება ელშარავი გამოიშვეს, ნახოთ ყოველ შემთხვევაში, მაგრამ იმედი მაქვს კონტე დაალაგებს საკუთარი გუნდის თამაშს და ვითამაშებთ ეფექტურად. იუვე 16 აჭარა 16 პირველ ტაიმი დამთავრდა 0-0-ია. ხო, ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა მომწერეს 16 წლამდელი თამაში არის იუვენტუსის 16 წლამდელი გუნდი ეთამაშება აჭარის ნაკრებს, რამდენადაც ვიცი, პირველ ტაიმი 0-0 ყოფილა. ოკეი, სალამი ყველას, აბარაშვებით, რა არის ახალი ტრანსფერებზე, გიოცეზე დაიწერა და ესეც თუ მოიყვანა, უცომ ძეგლი უნდა დაუდგათ სავალის გარეშეო. პოგბაზე რა ხდება, ხო არ ასუხარებენო. ოკეი, გამარჯობა ყველას, დავით როგორ ახარო, კარგად, კახა შეგეგორ ახარ, პიანიშის მერე გიოცე მასკერან და ბევრს ეპოტინებიან კიდევ და მაშინებს რომ პოგბა ხო არ გაყიდეს უკვე. დღეს რაღაც მასკერანოზე ალაპარაკდნენ ისევ რა ხდებაო, ლუკაკუზე რა აზრის ხარ, დავით მორატას შემცვლელად განეხილება გჭირდება, ჯერ მარტო ლუკაკუ რომ იქნება გვარად, მაგას რა უნდა იუეშიო. ლუკაკუ ცუდ ფეხბურთელი ნამდვილად არ არის პრემიერ ლიგის ჩემპიონი, ვინც თვალყურს ადევნებს და ამითანხმება ამაში, ნამდვილად მაღალი დონის ფეხბურთელია და მე ვთვლი რომ ტურნირში გადმოვარგების შემთხვევაში თავს არ შეირიცხონდა, მაგრამ ვერ ხვდები მიზეს თუ რა გვინდა საერთოდ ცენტრ ფორვარდი. მე მანჯუკიჩის თამაშს კიდევ ერთხელ უყურე რიგ ეპიზოდებში დაკარგულ ბურთს იბრუნებდა, ეს უნიკალურია გუნდზე თამაშის ხრივ და ვერ მოეცა საშუალება უბრალოდ პარტნიორებისგან ეს გამჭოლი გადაცემა რო ყოფილიყო. იქ ხორვატებმა თამაშის მიმდინარეობისას იგრძნეს რომ თურქებს ძალიან სუსტი ფლანგები ყავთ და ძირითადად ჩაწოდებები მიდიოდა საჯარიმოში. აი მე ველი ისეთ თამაშს სადაც ხორვატია არ ითამაშებს პირველ ნომრად და მან კიდევ ერთხელ გამოჩნდება მანჯუკიჩის პლუსები კონტრშეტევებზე რა ოდენ საჰიფადო და ცივსისხლიანი არის. ხო და ესეთ სიტუაციაში როდესაც იბალა და მანჯუკ ყავს და მორატა შეიძლება დარჩეს, მე ვერ ხვდები ლუკაკუ რა ლოგიკით უნდა გაიფორმოს, თუნდაც რომ პოგბა გაუშვათ, აი არ ვიცი ნამდვილად. ჯაბა შენი ხმა არ მესმისო. ჯაბა ვინ არის უკაცრავად? ლუკაკუ ბომბა ფორვარდია, პირადად მე მორატა ძალიან მიყვარს, მაგრამ ბევრად ჯობია ზანგი. რასტულის არ გვინდა მაინდა-მაინც. კი პიანჩი წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ პოგბა თუ გააყინდა, რამდენი საფეხბურთო ქვემო ჩამოვლოთ ეგა საკითხავია. პიანჩი რამდენი წელსა ხო არ იცი 26 არის, რამდენადაც მახსოვს. ხმა რატო არ ისმისო? ჩემი ხმა არ ისმის ბიჭებო, ეხლა მე მგონი ისმის, ხო? ვერ გეტყვით, მე მგონი ყველაფერი წესრიგში მაქვს ხმის ამბავში. დააწექი კადრს და გაიჩნდებაო. გამომრჩეს ყველა სიუვენტინებო, პოგბას რეალურ შემცვლელად ვინ მიგაჩნიაო. აი, პოგბაზე რადგანაც ძალიან ბევრი გამარჯობა სოსო, ძალიან ბევრი ინფორმაცია არის, თქვა პირდაპირ რა ხდება. იუვენტუსი არ აპირებს პოგბას გაყიდვას, ეს ცალსახა არის, ამაზე საუბარი არ არის, პიანჩის ყიდვა ადასტურებს ფაქტს, რომ გუნდი საკმაოდ სერიოზულ ნახევარ-დაცვას ქმნის საჩემპიონო გუნდს ყველა მიმართულებით, სადაც მიიღებს მონაწილეობას. უბრალოდ თემა ისაა, რომ მადრიდი აქტიურდება და აქტიურდება კიდევ იმ ასპექტზე, რასაც იუვენტუსი საკუთარ პოლიტიკას არ ურთავს თან. ანუ რა
ფეხბურთელზე საკმაოდ მაღალი ანაზღაურება და თუ პოგბა დათანხმდება წნეურად 10 მილიონს, აქ იუვენტუსი ალბათ თამაშგარეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება და უკვე თავის ხრივ ეცდება მაქსიმალურ სარგებელი იპოვნოს ფეხბურთელის გასხვისებით. და რა სარგებელი არის? სახელდება 100 მილიონი, 120 მილიონი, სახელდებიან კროსი, ბორხა მაიორალი და რეალის სხვა ფეხბურთელი კოვაჩიჩის, რომელიც როგორც ირკვევა, მაინდა-მაინც იუვენტუსის გეგმა A პროექტში არ შედის, ანუ რაღაც ალტერნატივა თუ არ იქნება, შეიძლება სატრანსფერო ფანჯის ბოლო დღეს გავიფორმოთ ეს ფეხბურთელი. და ამიტომ აი ეს სიტუაცია თვითონ პოგბასთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ ოდნავ გაზვიადებული არის. იუვენტუს არაერთხელ დაუფიქსირებია და ალბათ კიდევ დააფიქსირებს, რომ არ აპირებენ, არ უნდათ მათ გაყიდვა ამისი, ეს არის ძირითადად მადრიდული პრესა აქტიურობს 100 მარკა, რომლებიც ყოველ 5 წუთში ერთხელ რაღაც ახალ სიახლის თავაზობენ. თქოს ისინი აწარმოებენ მაროტასთან მოლაპარაკებებს და პრესის ფურცლებიდან ეუბნებიან, რომ იცი რა, მოდი პოგბა მოგვეცი და ჩვენ რა კროს მოგცემ და 60 მილიონს ან მოდი შენ ეს მოგვეცი და ისკო, რავი, ხამესი და კიდევ 30 მილიონის ზემოდან. ამაზე მაროტა და ტურინელები ძალიან შვიდად პასუხობენ, ან საერთოდ არც პასუხობენ, მათ თავის საზრუნავიც ბევრი აქვს. იუვენტუსი ძალიან აქტიური არის ახლა სატრანსფერო ფანჯის პერიოდში, ესეთი აქტიური გუნდი მე მგონი მეორე არც არის. ცდილობენ რომ ძალიან დალაგებულად იმ პროექტს გაყვნენ, რაც არის დაწერილი და უკვე სადღაც წინა სასეზონო შეკრებაზე ან ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე შეიძლება უკვე დააკომპლექტონ გუნდი, წვრთნელს მისცენ ფეხბურთელთა გარკვეული რაოდენობა და მან დაიწყოს მუშაობა ახალი სეზონისთვის. პოგბა თუ გაიყიდა, პოგბას გაყიდვა ჩემის აზრით მოხდება აი ამ ინტერვალში. არ ამგონია რომ სადღაც გუნდი რო შეიკრიბება, მერე გაუშვან. ეს არ არის იუვენტუსის სტილი. ის რაც სიტყვაზე აი ელემენტარულად ვიტყვი კონტეს წასვლა იმდენად მოულოდნელი იყო ტურინელთათვის არც განიხილავდნენ, მაშინ მალევე გაუშვებდნენ. ანუ იუვენტუსს აქვს სტრატეგია, მას უნდა უკვე ივნისის დასაწყისში, აი 15-მდე შეიძლება 30-მდე ივნისის ბოლომდე მაინც რომ ყველა ძირითადი სატრანსფერო სვლა გუნდმა გააკეთოს. შარშანდელი იყო პრობლემა დრაქსლერზე, როდესაც დაიწყო მოლაპარაკებები, იუვენტუსი სხვადასხვა ფიგურებზე მუშაობდა, დებრუენი იყო, გიოცე ხან კი სამობდა, ხან არ გაიწელა ეს ტრეკორტისტას მოლაპარაკებები, საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ 30 აგვისტოს მოვიყვანეთ. ამ იუვენტუსის სატრანსფერო საქმიანობაში ასეთი რამ არ არის მიღებული, არ მოსწონთ. ამიტომაც იყო რომ ჰერნანდეშმა უბრალოდ გაიფორმეს მე მგონი რაოდენობის თვალსაზრისით ცენტრში პრობლემა იყო და ნუ საბოლოო ჯამში ვერც ისე ითამაშა ვერც ასე და ნუ არ ჩამფული დაწვა არ წოდიო როგორც არის ხო შეფასება წლის შეფასებებს ჩვენ ვდებთ მიშელს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის იქაც ძალიან კარგად არის ჰერნანდეშის თემა განხილული და ჩემის აზრით ასეთ შეცდომას იმენთვის უკვე შემდეგში აღარ დაუშვებს და მარტო იმისთვის რომ რაოდენობა მოაგროვოს შესყიდვები მეეჭვება რომ გააკეთოს ამიტომ უნდა ველოდოთ უკვე კიდევ თუ იქნება შენაძენი აი ამ პერიოდში იუვენტუსი ეცდება მაქსიმალურად საკუთარი შანსის გამოყენებას ყველა ასე ვთქვათ მიმართულებით გაყიდვებიც იქნება ამას ორი აზრი არ არის ამაზე პერეირა არის თავარი წამსვლელი ვისაც საუბრობენ ძალიან ბევრს იქ ძაძაზე მიდის დისკუსია ну ბერარდის თემას ალბათ შევეხებით ბერარდის მართალი გითხრათ უკვე აღარ ვიცი რა ხდება თითქოს გადმოყვანილი არის კონტრაქტში შეთანხმებული არის ეგ შეიძლება მანდრაგორა გაუშვათ ან რაღაც კარპარი ან სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელი მაგრამ როგორც ასეთი ფეხბურთელი თვითონ აყოვნეს ანუ ჩემი აზრით აქ თემა ის არის რომ იუვენტუს აყოვნეს რეალი მორატასთან დაკავშირებით ანუ ეს ქმნის პრობლემას წარმოიდგინეთ მაროტას აინტერესებს კონდეს თუ არა მას ალვაროსი მეტი იმიტომ რომ მასზე არის რაღაც კუთხით უკვე სატრანსფერო პოლიტიკა დამოკიდებული ნახევარმცველი გვინდოდა ნახევარმცველი შევიწყიდეთ დაცვის ხაზში ასე თუ ისე ყველაფერი იციან ეთქობა რაღაცაზე მუშაობენ რაც ჩვენ არ ვიცით მაგრამ ბენატიაზე იწერება ძალიან ბევრი და შეიძლება არენდი თავიყვანოთ ანუ დაცვაც გასაგები ანუ აქ წამსვლელი ვინ არის მომსვლელი ვინ არის ასე თუ ისე ვიცით მაგრამ თავდასხმაში არის სრული ქაოსი მორატას გამო ანუ მორატას წასვლა არ წასვლაზე ბევრი არის დამოკიდებული და ალბათ ბერარდიც ამიტომ აყოვნებს და ფიქრობს ღირს კი იქ გადასვლა სადაც იბალა მანჯუკიჩი და მორატა იქნებიან და ძაძა არის მეხუთე ფორვარდობა ან მეოთხე ფორვარდობა
რთულია. შეიძლება აჯობოს კიდევაც მორატას, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, როდესაც გუნდი და ალეგრი გამოდის და ეუბნება, რომ მე მორატა მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც სასულოში ასპარეზობს, იმისთვის დამაფიქრებელი არის ის დებალა ესეთი ტალანტი ყავთ, მანჯუკიჩი სკამზე არ ჭდება, მორატა ცდილობს რომ დაასვას და 30 წუთს აძლევენ, ძაძა საერთოდ 5 წუთით შეყავდათ მოედანზე. მე რაღა მიშველებაო, აი ეს მომენტი არის და ამიტომ მესმის მე დომენიკოსი, ჩემი დიდი სიმპათიები ამ ფეხბურთელის მიმართ, მიუხედავად იმისა, არაერთხელ აღნიშნა, კიდევ აღნიშნავ, რომ გასული სეზონი მისთვის არ იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუმცა იუვენტუსი ძალიან ჯიუტად ცდილობს მის დაყოლიებას, ალეგრი ელაპარაკა, აი ამ ხრივ ნამდვილად არ ვიცი რა ხდება, ძალიან აჯავსანდალი სიტუაცია არის, არეულიობა არის და ფიქრობ ალბათ ხარები დაჯდებიან და მოვილაპარაკებენ და კიდევ და კიდევ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი რეალის შეყოვნების გამო არის. ისინი აპირებენ 15 ივლისამდე მოითმინონ, აქვთ ამის უფლება და უკვე ამის შემდეგ არ ვიცი, შეიძლება ევროპის ჩემპიონატის თამაშებს ელოდებიან, აინტერესებთ მორატა როგორ ითამაშებს. 60 მილიონი არის მათი მოთხოვნა, ანუ 60 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ მორატასთან განშორებას, ოღონდ ახლა რა ხდება? ეს 60 მილიონი არის მათი სურვილი, ანუ უნდათ რომ ის 30 მილიონი, რასაც გადაუხდიან ტურინს, ამოიღონ ზემოდან კიდევ 30-ით. აი ეს არის თემა. ხო და რადგანაც არ შედის 60 მილიონიანი წინადადება და რეალურად ვინც გადამხდელი არის, იმას თვითონ მორატამ უთხრა უარი, ანუ PSG იყო ასეთი, რომელიც 65-საც კი იხდიდა და წლიურად ალვაროს თავაზობდნენ 9 მილიონს და ამ დროს ალვარო ეუბნება, რომ იცი რა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მე პარიზში და საფრანგეთის ჩემპიონატში ნამდვილად არ მინდა ასპარეზობა. ჩემთვის უპირატესი არის ესპანეთი, რეალი გასაგებია რატომაც და თუ რეალი არა ძალიან დიდი ბოდიში ყველაფერთან და მისი აღზრდილიც ვარ და რამე მე ძალიან კარგად ვცნობ ტურინში თავს, მიჩენია ტურინში დავრჩე. მომენტი რომ შეიძლება რეალმა დაიბრუნოს, მაშინ მესამე ვარიანტად ალვაროსთვის არის პრემიერ ლიგა, ლონდონის ჩელსი აპატიჟება და არ არის წინააღმდეგი რომ ლონდონში გადავიდეს. მაგრამ საფრანგეთი და გერმანია, თქოს ბაიერნის ხრივ, არ აინტერესებს ამ ადამიანს, ატლეტიკოსთან დაკავშირებითაც რომ იყო ცნობები, კულუარებში ამბობენ, რომ ალვარომ მათაც უარი უთხრა, არ უნდა საერთოდ გაკარება მადრიდულ მეორე მადრიდულ კლუბთანო. ანუ რაღაცა პრინციპები მორატას გააჩნია, ეს კარგია და თავის დროზე რომ დაიფიქსირებინა, ღიათ ალბათ უფრო კარგი იქნებოდა და არა ისაუბარი რომ სწორედ პრემიერ ლიგა არის ჩემთვის რაღაც ასურველი კარიერის კუთხით და ასე შემდეგ. აი შეიძლება ჟურნალისტების მონაჭორი იყო, ესეც არ უნდა გამოურიცოთ. ყოველ შემთხვევაში ასეთი სიტუაცია არის. რეალს უნდა 60 მილიონი და 60 მილიონს არავინ არ იხდის. და ამიტომ შეიძლება დათანხმდეს ჩვენს 15 მილიონზე და მორატა ჩვენ დაგვჭეს. დავხვდით როგორ განვითარდება მოვლენები. პოგბა ჩემი ჯილა არ უნდა გაყიდონ, მაგრამ თუ საშველი არ დგას, ტონი კროსი ან კანტე, ანდრე გომეში უნდა დაიდოსო. კარგით, ძალიან ბევრი გავიგე მე თიცამით ძალიან ბევრი მოვისმინე უშუალოდ იმ თემასთან დაკავშირებით, რომ კანტე, პაიე და კიდევ ბევრი ნახევარმცველი, რომელსაც განვიხილავთ ჩვენ პოგბას შემცვლად. სიმართლე გითხრათ, პოგბას დღეს აბსოლუტურად არავინ არ შეცვლის და ვერავინ ვერ შეცვლის. ესეთი ტიპის ფეხბურთელი არავინ არ არის. ვინც არ უნდა მოვიდეს გუნდში, კანტე იქნება, რომელიც არ ვიცი რატო მოსწონს ესე, ანუ საზოგადოებას, მე კარგი ფეხბურთელია ნამდვილად, არ დაეწუნება არაფერი, მაგრამ იტალიის ჩემპიონატისთვის მიმაჩნია, რომ კანტე არ არის კადრი, რომელიც ჩვენ გამოგვადგება იუვენტუსის სათამაშო სქემაში. აი პოგბა ხელშეუხებელი ფიგურა არის, ამიტომაც არის რომ ტურინი არ უშვებს მას, ანუ არ არის დღეს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ასეთი ნაყოფიერი იქნება ჩამშლილობით მექანიზმში, რაც ითამაშა დეშამის საფრანგეთის ნაკრებში, სხვადასხვა რუმენეთთან, ანუ მაინდამაინც კრეატივზე ორიენტირებული პოგბა ჩვენ არ გვინახავს. შესაძლოა ნებათა ღელვაც იყო ხა საკუთარი ქვეყნის გუნდში ევროპის ჩემპიონატზე სამშობლოში რო ტარდება და შენგან ამდენს მოელიან და 2 დღის უკან 130 მილიონს რეალი იხდიდა და შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული ნახევარმცველი ყოფილიყავი. ეს მესმის ორი ხელით აბსოლუტურად გეთანხმებით თითოეულ თქვენგანს, მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ, რომ პოგბას ნაირი დღეს არ არის. ასეთი პოტენციალის ფეხბურთელი, რომელსაც ძალიან კარგი ამბიციები აქვს და ეს იუვენტუსი ეხმარება ამ ამბიციების შესრულებაში. მე არ მიმაჩნია. ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ იუვენტუსი ალბათ არ დაუშვებს, არ შეიძლება ყველაფერს იყონებს.
თუ გავყიდეთ იუვენტუს ისეთი ხელმძღვანელობა ყავს, მე დარწმუნებული ვარ, გამოსავალს იპოვნიან, მაგრამ ვეჭვობ პოგბასთვისაც არ იქნება ეს კარგი და იუვენტუსი არის იდეალური ადგილი, სადაც საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს. ამიტომ მე ვერ დაგეთანხმებით ვერცეთ თქვენთაგანს, ვინც არ უნდა ჩამოთვალოთ, კროსი ძალიან მომწონს, მაგრამ პოგბას იგი ვერ შეცვლის. კანტე ცუდი ფეხბურთელი არ არის, ლესტერში ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა, მაგრამ იგი იტალიის კადრათაც კი არ მიმაჩნია მე პრო იუვენტუსი აღარ მაქვს საუბარი. მეტყვი ეს არის ჩემი პოზიცია. გამარჯობა ნოდო, ჩემი შვილის უსაყვარლესი გუნდიდან ნაკრები მის მაგივრად მე მთელი გული და სული გულშემატკივრობ იტალიის ნაკრებს. თუ იტალია ჩემპიონი გახდება, მე უბედნიერესი ვიქნები. ეს იქნება ჩემი ნიკუშას აუხდენელი ოცნება წარმატებები იტალიასო. გასაგებია ფორცა აძური. პოგბას რეალური შემცვლელი ისევ პოგბა არისო, არსად არ უშვებთ მაგასო. აბსოლუტურად, აი ქართლოსმა ზუსტად ის სიტყვები თქვა, რასაც მე ვიძახი ძალიან ხშირად, თუნდაც მეგობრების წრეში, თუნდაც საბეღურთო თემატიკაზე რო ჩამოვარდება საუბარი, ვერავინ ვერ შეცვლის მას და ის 100 მილიონი უნდა ჩათვალო, რომ ისევ 100 მილიონად უნდა აქციო ერთ ფეხბურთელში რომ შეცვალოს. ანუ მე მესმის რომ ვიღაცამ შეიძლება ზიდანის თემა მითხას, მაგრამ ის ზიდანი და ეს პოგბა ბევრად განსხვავებული პერსონები არიან დღევანდელი ფეხბურთისთვის და დღევანდელი იუვენტუსისთვის. უკვე აღარა გვაქვს ჩვენ იმის ფუფონება, რომ ზიდანი გაუშვა და ნედვედი შევიძინოთ. ჩვენ აღარა გვაქვს ამის საშუალება და ფეხბურთი აღარ იძლევა ამის საშუალებას. ფასები არის საოცრად. ანდრე გომეში იცით რომ ძალიან მომწონს, მაგრამ ანდრე გომეში პოგბას ვერ შეცვლის ვერცეთ ფეხბურთის ეპოქაში. არა აქვს მას ის ყველაფერი, რაც აქვს პოგბას. უნდა და ეთყობა ძალიან იუვეში და მაგიტომაც არჩია იუვეო, აბსოლუტურად მართალი ხარ ბონდო, პოგბაზე რა ისმის, პოგბაზე ვისაუბრეთ უკვე 120 მილიონი და ისკო მოითხოვა იუვემ, ანუ არაპირებს გაშვებასო. მე რამდენადაც ვიცი ისკო არ მოუთხოვია, კროსი მოითხოვა და მე მგონი რომ მაროტას მხრიდან ეს იყო ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი. ახლა წარმოიდგინეთ 120 მილიონს ალბათ ნაკლებად რეალს რო გადაეხადა შეიძლება 100-ზე დასულიყო ის თანხა, მაგრამ ისკოს მოთხოვნაზე რეალი არ წავიდოდა უკან. იციან რომ ზიდანისთვის ისკო მაინდა-მაინც ძირითადი ფეხბურთელი არ არის. ანუ ამაზე წამოვა რეალი, მაგრამ არ წამოვა და დაფიქრდება კროსის შემთხვევაში, რომელიც ზიდანის სათამაშო მოდულში ფრიად მნიშვნელოვანი ფიგურა არის. ახლა წარმოიდგინე იგივე სიტუაცია, ჩვენ რომ მოგვეთხოვა 100 მილიონი და ლუკა მოდრიჩი. აი ლუკა მოდრიჩი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია, მაგრამ როდესაც ჩვენ პიანიჩი გავიფორმეთ, ანუ მსგავსი ფიგურის და ტიპაჟის მოთამაშე ყავს. ანუ მოდრიჩი აღარ არის აქტუალური იუვენტუსისთვის და აღარც ვერატი დამიჯერეთ, ვინც იძახის ვერატი არ არის პოგბას ტიპის მოთამაშე. რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟები არიან და დღევანდელი იუვენტუსი, რომელმაც უკვე გაიფორმა პიანიჩი, ვერატი ზედმეტი არის და ალბათ ამიტომაც არ მოვიდა თავის დროზე, როდესაც პირლო ასპარეზობდა მის როლში. იქნებოდა პირლოს ჭრილი ქვეშ და შეიძლება ამიტომაც გაიქცა საერთოდ იტალიიდან და გადავიდა სხვა ქვეყანაში. და ნუ ეხა რატო არ ბრუნდება და როგორ არ ბრუნდება, ამაზე უკვე ბევრჯერ ვისაუბრეთ, მაგრამ ნუ თემატიკა ეს არის. მოდრიჩიც რო გავიფორმოთ, ან ვერატი კარგი იქნება, მაგრამ შეუძლებელი არისო. ეხლა პოგბაზეა დამოკიდებული ბევრი რამე, იუეს არ უნდა გაშვებაო. დიახ, იუეს არ უნდა ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი პოგბაზე არის დამოკიდებული, რომელთანაც მე მგონი ჯერჯერობით რაღაცა განსაკუთრებული ნეგატივს არ უნდა ველოდოთ. კულუარული ინფორმაციიდან ის არის, რომ ინგლისში არაფრის დიდებით არ უნდა წასვლა, პრემიერ ლიგის გაგონება, ხსენება არ აინტერესებს. და რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პოგბას სულიდან გამომდინარე პირველი არჩევანი არის იუვენტუსში დარჩენა და თუ იუვენტუსიდან მოუწია წასვლა რაღაცა მიზეზების გამო, ვარიანტი სადაც განაგრძობს კარიერას იქნება ესპანეთის ჩემპიონატი ბარსელონაზე ან რეალზე არის საუბარი, ნუ ბარსელონას ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ თითქოს აღარ ერევა საქმეში, ან შეიძლება მასკერანოს ვარიანტში, ანუ იყო ეგეთი მოსაზრება, კატალონიურმა პრესამ გააჟღერა მასკერანოს იმიტომ დაუბრუნდა იუვენტუსი და თვითონ ბარსელონა ცდილობს მასკერანოს ჩართვას და გამოყენებას ტრანსფერში, რომ მიუახლოვდეს პოგბას. და ეს მასკერანოს ყურამდე რომ მივიდა,
კლამიდებურად დაიწყეს საუბარი, რომ მასკეს ესეთი როლი არ უნდა ბარსელონაში და აპირებს გადახედოს კონტრაქტი, აპირებს გადახედოს სიტუაცია ბარსელონასთან და ბარტომეუ, ბარსელონის პრეზიდენტი, კოპა ამერიკაზეც კი მიდის უშუალოდ ხაბიერთან სალაპარაკოდ და ნახოთ, მე მივესალმები მის ტრანსფერს, თუმცა მისი ტრანსფერი ნამდვილად არ ნიშნავს, რომ პოგბა უნდა გასხვისდეს. იგი მოვა რომ კიდევ უფრო რისხანი გახდეს ჩვენი შუახაზი. თორემ პოგბას, აი ხა პიანიჩის მოსვლაც კი პოგბას ვერ ვსვენს, ანუ პოგბას სულ სხვა ფუნქცია აქვს იუვენტუსში, პიანიჩის სულ სხვა ფუნქცია ექნება და მასკერანოს განსაკუთრებულად სხვა პოზიცია და ფუნქცია ექნება. მეც ურეკავდი დაკავება ქონდა ელაპარაკებოდი ალბათო, არ ვიცი ვინ არა, ხო მოგიკითხოთ ყველაო ჩემგანაც, გილოცავთ იტალიის გოლსო. იტალიის გოლს გილოცავთ. გოლს გვილოცავთ იტალიის ასაკს, დავით გამარჯვებაო, გამომარჯვეს ყველას. კარგია პიანიჩი, გამარჯვება ზურა. კარგია პიანიჩი, მაგრამ ერთი უფრო კაი თემა დადონო. გამარჯვება გიო, როგორ ახარ? ანუ ვინ აბა? მაინტერესებს შენი აზრი. ჩემი აზრით ცენტრში იქნება პიანიჩი და ალბათ 14 ნომერიან მაისურს ჩაიცვამსო. ჩემი აზრით პიანიჩის მოსვლით და მარკიზიოს გამოჯამრთელებით 4-3-1-2 მოდულზე გადავალთ ან 4-4-2 რომბი, მარკიზა, რეჯისტა, პოგბა, ხედირა, მარჯვნივ, მარცხნივ ცენტრში და პიანიჩი ტრეკვარტისტად. თვითონ ალეგრი პრინციპში არ არის გამორიცხული, რომ ეგრეთ წოდებული რომბით ითამაშოს 4-3-1-2, ანუ რაც იყო პრინციპში გაჟღერებული, მაგრამ აი ტრეკვარტისტას საკითხია გადასაწყვეტი. თუ სიტყვაზე არ მოვიდა, ფიქრობ, რომ პიანიჩი აიწევა და გამთამაშებელის როლში იქნება. არ ვიცი, მე უფრო პიანიჩს აი ლიონიდან გამომდინარე რეჯისტას გვერდით მოთამაშეს ფიგურას უფრო განვიხილო, რა კარგი იქნება აი მარკიზიო და ჯამრთელი მარკიზიო და მის გვერდით პოგბა პიანიჩი. საკმაოდ დამაფიქრებელი იქნება მეტოქეებისთვის, აი რომელთი უნდა აიყვანო. და ალბათ გადაწყდება ის პრობლემა, რასაც ქვია სტანდარტული შემსრულებელი პიანიჩი, ნუ ამ მხრივ უზადო არის ნამდვილად. მანჯუმ დღეს გული დადო ყველა ბურთზე ბოლომდე დაიხარჯაო, რესპექტ, ნამდვილად მიხარია, რომ აი ტიფოზერიამაც ძალიან კარგად შეაქო, ძალიან კარგად დაინახა მისი თამაში, ყველაფერი გაიღო და სასიამოვნოა, რომ მანჯუკიჩი განურჩევლად რა თამაშიც არის, რა გუნდშიც არ უნდა იყოს, ყოველთვის საკუთარი გუნდის ინტერესებიდან თამაშობს და მე ჩემი მხრიდან ყოველთვის დაფასებული იქნება ეს ფეხბურთელი. პოგბა არ უნდა გაიყიდოს, რაც არ უნდა მოხდეს, ყველანაირი ოფერი დაარეჯექტონო აბსოლუტურად მოგნიშნე აბა ნახეო. პოგბა რჩება გადაწყვეტილია პერესის მაყუთი არ გვაინტერესებსო. ჩვენზე რო იყოს დამოკიდებული, დარწმუნებული ვარ იუნტუსის ტიფოზერია ფანტასტიკურ ტრანსფერებს განახორციელებდა. არ წავა პოგბა და წელს მართლა ძლიერი და კლასი გუნდი გვეყოლებაო. პოგბა ჯერ არ განუცხადები არაფერი, მის აზრს მთავარი მნიშვნელობა აქვს. პოგბამ განაცხადა ყველაზე მთავარი, იგი ორიენტირებული არის ევროპის ჩემპიონატზე, მას მეტი არაფერი არ აინტერესებს. ესეც უკვე ფიქრობ, რომ ხმაურიანი განცხადება არის. დანარჩენი უკვე იცით რა არის, კლუბზეც არის დამოკიდებული, ან კლუბსაც ხმამაღლა არ განუცხადებია ჯერ არაფერი, თუმცა ანიელის ინტერვიუ იყო, სადაც აღნიშნავდა, რომ ჩემი როგორც გულშემატკივრების პოზიციიდან პოგბა არ იყიდება 130 მილიონიან წინადადებაზე კი ამისთვის არსებობს კლუბში შესაბამისი დეპარტამენტი და უმჯობესია მაროტას მიაკითხოთო. ნუ ეს ორაზროვანი იყო ალბათ ჩემი აზრით, ანუ ამითი ალბათ მაროტას კომპეტენციაში არ ჩაერია ანდრიანიელი და განაცხადა, რომ იცით რა, ამას სხვა პიროვნებაც ყვითავს და მოდი აბა დაიკითხეთ მას, აპირებს გუნდი მის გაყიდვას თუ არა. და მაროტასგან ძალიან ხშირად გვაქვს მოსმენილი, რომ იცით რა, პოგბა კი გასაგებია მესმის, მაგრამ ჩვენ მის გაყიდვას არაფერს დიდებით არ ვაპირებთ, იგი ჩვენი მომავალია, იგი ჩვენი ფიგურა არის და მასე ირწყობა ყველაფერი. მე ვფიქრობ, ერთადერთი ვინც უნდა მოიყვანონ ეს კავანია დააკვირდება იუესო. სხვათა შორის ჩემი მეგობრები, რომლებიც ძალიან ესე ყურადღებით ადევნებენ თვალს კოპა ამერიკას, მე ნამდვილად არ მაქვს ამის დრო. აღნიშნავენ, რომ ძალიან აქვს მოკლებული ნაკრებშიდაც, არ ვიცი 100 არის თუ არა, თუმცა რა ინფორმაციაც მაქვს იმას გეუბნებით, ამიტომ უკვე იცით რა, მეც დავიჭვი ღირს თუ არა საერთოდ კავანის მოყვანა იუვენტუსში.
არანაირი კავანი არ გვჭირდება, მორატა უნდა გამოვისყიდოთო. მეც ვფიქრობ, რომ მორატას გამოსყიდა ამ ეტაპზე ნამდვილად სწორი ნაბიჯი იქნება. ოღონდ თვითონაც ჩამოყალიბდეს და შარშანდელი შეცდომები აღარ გაიმეოროს, როდესაც რაღაცებზე ბრაზდებოდა ხოლმე და გაბუტული ბავშვი კუთხეში იდგა ხოლმე. ბევრად ჯობია მორატასო, არანაირად არ ჯობს პოლემიკა უშუალოდ კომაგებს შორის არის. მორატა ბევრად მაგარია, ზოგადად სწრაფი შემტევი ხაზი გვეყოლება იბალა მორატა პიანჩი სწრაფი არისო. გოლის გატანაში ბერარდიზე დაიწერა, მგონი ინტერს უნდაო და თქვენც ინტერესთან, მგონი მაგას ელოდება ბერარდიო. არ ამგონია რომ მაგას ელოდებოდეს, მან თემა ის იქნება რომ რომც ელოდებოდეს, იუნტუს გამოისყიდის და შემდეგ უკვე 25 მილიონზე მეტის გადახდა მოუწევს ინტერს, ამიტომ თლად ესე გადაწყვეტილად დომენიკოს ინტერის თემა ნამდვილად არ არის. პოგბაზე რა ხდება? ნუ პოგბაზე პრინციპში გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ, იმედოს არ უნდა მისი გაყიდვა, სურველები ბევრი არიან და იმედოსმა ესე თქვა მესიჯი გააგზავნა აგენტების დახმარებით, რომ 120 მილიონი და ტონი კროუსიო და მე დავილაპარაკოთო და მე ეჭვება რეალი ამას დათანხმდეს, ანუ ასე ვთქვათ, იუვენტუსმა ძალიან რაღაცა არანორმალური თანხაც არ თქვა და ისეთი თანხა თქვა და ისე დააფიქრა რეალი, რომ ღირს კი არა საერთოდ ასეთი ოფერზე თანხმობის მიცემაო. 4-3-1-2-ზე შეიძლება ბერარდის დაყენება მანჯუს და იბალოს უკანო. ბერარდი ტრეკკვარტისტად ძალიან რთული და წარმომიდგენი, ანუ მისი მახასიათებლები რაღაც მაგის ასე ვთქვათ, იმედიანად ყოფნად რატო წარმოგიდგენიათ, მე ვერ ხვდები, ანუ არა მაინდა-მაინც ის თვისებები, ის მონაცემები, რომ ითამაშოს ასე ვთქვათ, იმ ტრეკკვარტისტას პოზიციაზე, არ ამგონია რაღაც ნაკლებად უფრო ფლანგის თემა არის. მართალი ხარ, პოგბა დღეს შეუცვლელია, ვერანაირი კანდიდატ კროსი რასისულელია, პოგბა უნდა დღესდღეობით თავის პოზიციაზე უკონკურენტო არის. პოგბას თემაში ყველაზე კარგი პონტია, რომ ბევრი უსარგებლო ფეხბურთელი გავყიდოთ და ხელფასი პოგბას მოუმატოთ 8 მილიონამდეო. იცით რა არის ეს მომენტი, ანუ ხელფასთან დაკავშირებით, ესე მარტივი არ არის, ანუ ამას ნუ განიხილავთ, რომ სწორედ გაუშვა პერეირა, გაუშვა როგორც იუვე-ბერო თუ ისმეს არ ვიცი, რუბინიო თავის 300.000-ით და ნუ კარგი ჰერნანეში და ასე შემდეგ. კი, განთავისუფლდება ეს სახელმწიფო ფონდი, მაგრამ გუნდში ყავს ამდენი ფიგურა და შენ პოგბას აძლევ 8-10 მილიონს. მაშინ ყველას უნდა მოუმატო. ყველა გამოხატავს ასე თქვა პრეტენზიას. წარმოგიდგენთ სამსახურში ჩემს გვერდით ძის ადამიანი, რომლის გადაბირება უნდა კონკურენტ კომპანიას და ამის გამო არა და მეც და ისიც პრაქტიკულად იდენტურ საქმეს ვაკეთებთ, მას უმატებენ ხელფას და მეც უხურებ ახლა. იგივე საქმეს ვაკეთებთ. იმას უნდა და გადაიბიროს სხვა კომპანიას და ამიტომ მოუმატეს ხელფასი და მე ესეთ პიროვნება არა ვარ რაღაცა ვაჭრობის თემა წამოვიწყო ამაზე, მაგრამ რაღაც არასასიამოვნო მომენტია, ხო? და გამოთქო მე ღიად ჩემს უკვე პრეტენზიას. მოუწევს დამქირავებელს დაქირავებულისთვის ხელფასის მომატება, ხო? ეს ჯანმრთელობრივი არის, ანუ ქაოს გამოიწვევს ეს ერთი სიტყვით რა და ეს იუვენტუსი არ წავა ამაზე, ძალიან ლოგიკური არის ჩემის აზრით. 1990-იანს გულშემატკივრობ იუვეს და თამაში არ გამომიტოვებია. ზიდანი როცა გაყიდეს, მაგ ფასად ბუფონი კანავარო ტურამი იყიდეს, კანავარო მაშინ მე მგონი არ უყიდიათ, მე მოიყვანეს იბრაგიმოვიჩთან ერთად მახსოვს მოჯი, უკვე კაპელო იყო იუვენტუსის წვრთნელი, როგორ ამაყად იდგა 30 აგვისტო იყო თუ არ ვცდები. და ესე წარუდგინა პრესას თავისი ორი შენაძენი აქეთ ყავდა იბრაგიმოვიჩი და მარცხენა მხარეს ყავდა კანავარო, ამიტომ ესეთები უკვე აღარ ხდება. ესე მარო და ძალიან გაუჭირდება სადღაც რო ფანჯის ბოლო დღეს გაიფორმოს რაღაც სასწაულ ფასებში გაიფორმა თან. კანავარო შევიძინეთ, მე რამდენადაც მახსოვს 14 მილიონ ევროთ და ინტერს გაუცვალეთ თან იმაში რა ქვია მეკარი ყავდა კარიმი. ან შეიძლება საერთოდ თანხა არც გადაგვიხდი, არ მახსოვს, ან სიმბოლური გადავიხადეთ 14 მილიონი და კარინი იყო თუ აი ამას ვერ ვიხსენებ. შეიძლება საერთოდ პირდაპირ ბარტერის სახე ქონდა ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ძალიან რო ვაჯობეთ ინტერ ჭკუით არაერთხელ და ამ პემის ზოჟიც ეგ ფაქტი არის და იბრაგიმოვიჩის ტრანსფერი მე მგონი 28-30-მდე დაგვიჭდა. და ეხლა წარმოიდგინეთ ეგეთი ორი ფეხბურთელი სადაც რო ფანჯის ბოლო დღეს ან მეჭობა რო გავიფორმოთ ეგეთ კაპიკებში და ზიდანი რო გავყიდეთ ჩვენ ვიყიდეთ ბუფონი ტურამი და ნედვედი აი ეს სამი ფიგურა იყო მაშინ აყიდი
ლემინარ რჩება თუ მინიცო ლემინაზე არანაირი ინფორმაცია არ არის ვარიანტი არის რომ შეიძლება ბარტერში გამოვიყენოთ აი იგივე სასუოლოს დავუთმოთ ბერარდის სანაცვლოდ გამარჯობა დავითო აკო როგორ ახარ პოგბა დარჩეს და გიოცე მოიყოლონ ბენატია მორატა დარჩეს და ლიგას ვიგებთ ხო იმედი მაქვს რომ აგიხდება ეს ყველაფერი როგორც ახლა მაგ მესიჯში რაიოლა მარაურიოს ტვინი პოლს მაგის მეშინია ცოტაო ხო, ანუ ეს მომენტიც არის, მაგრამ პოგბა თვითონ ისეთი ფიგურა, რომ პოგბა არის ამბიციური ფეხბურთელი, რომელსაც უნდა იყოს საუკეთესო. ანუ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ რაიოლა აურევს ტვინს, აქ თემა, ეს მილიონები მისთვის მე მგონი გვერდით არის გადადებული და იმედი მაქვს იმ ეპიზოდზე დაფიქრდება როდესაც რეალში გადასულა და ბარსელონაში გადასულა, მას ოდნავ ჭრილქვეშ ამყოფეს იმ რეალურად დიდი ფიგურებისა, რომლებიც არიან იმ გუნდებში. რონალდო და სხვა მოდრიჩი და ასე შემდეგ, ან პოგბა ხო ვეღარ გაიბრწყინებს იქ ისე მეტად. აქ სამეფო კლუბში სხვა სიტუაცია არის, რთულია, რაც უნდა ძლიერი ფეხბურთელი იყოს, რომ გადავიდეს, რაღაცის ჭრილქვეშ არის ყოველთვის და იუვენტუსში ესე არ არის, პრესა აქვს, რაღაც საოცარი ყურადღება არის მის მიმართ რაღაც ფანტასტიკური და აი აქ ნამდვილად აქვს იმისი განვითარების შესაძლებლობა და იმ ამბიციის დაკმაყოფილება, რაც პოგბას სულში აქვს რა, რაც უნდა რომ გახდეს, ანუ ძალიან კარგი ინტერვიუ იყო, როდესაც ამბობდა, რომ სკოლაში მერსეროვიჯექია, მე-5, მე-6, მე-7 კლასში, როდესაც მეკითხებოდნენ რა ვინ უნდა გამოხვიდე, ამაყად ვამბობდი, რომ მე უნდა ვიყო პროფესიონალური ფეხბურთელიო და ეს არ არის ჩემი მხრივ ქედმაღლობაო, უბრალოდ ესე მიზანი მაქვს და მივიღწევ ამ მიზნისკენ, მინდა რომ ეს მიზანი გახდეს რეალობაო და ყველაფერს აკეთებს ამისთვის და მოდი იუვენტუსში გააკეთოს ეს ყველაფერი. მე ძალიან გამიხარდება თუ ისიც იმავეს ფიქრობს, რასაც მე და თქვენ დარწმუნებული ვარ. მოაშორონ კოვაჩიჩი მაგის ისე ვერ შეჯობიაო, საინტერესოა მარკიზიო რომ დაბრუნდება ისე იმ დონეზე ითამაშებსო. მარკიზიო იმ პოზიციაზე თამაშობს, ჩემის აზრით პრობლემა არ უნდა შეექმნას. ჩვენ რო თავდასხმელზე გქონოდეს საქმე, აი დელ პიერომ რომ მიიღო მსგავსი ტრავმა, მაგალითად სისრაფი დაკარგა და მოუხდა პინტურიჩიოს სხვა თვისებების გაუმჯობესება. თქვენ გახსოვთ ტრავმამდე დელ პიერო როგორი სწრაფი იყო, ანუ როგორ იყენებდა თავის საწყის სპრინტს და მის შემდეგ უკვე დელ პიერო უფრო სიდინჯით გამოირჩეოდა და ადგილზე ეფექტური თამაშით ვიდრე იმ სისრაფით რაც ჰქონდა ტრავმამდე. გაუმარჯოს გიოცეზე რა ამბებია, რა აზრით ხარ კომანი გიოცეს გაცვლაზე ალბათ, ხო? მე იმედი მაქვს რომ კომანი არ დაბრუნდება იუვენტუსში და ბაიერნი გადაექცეს 25 მილიონს. რაც შეეხება გიოცეს, ეს ფეხბურთელი ყოველთვის მესიმპათიურებოდა, მაგრამ ძალიან შეაჩერა თავისი პროგრესირება რიგი მიზეზების გამო. ეხლა ნამდვილად არ ვიცი უკვე რა სიტუაცია არის და დავით პოგბაში მილიონს არ უნდა გავყიდოთ საოცარი ცენტრი გაყოლებაო. დიახ, ნამდვილად გეთანხმებით. გიოცესთან დაკავშირებით კი იმას ვიტყვი, რომ რაღაც არენდის თემაზე წავიდა საუბარი, როგორც ჩანს თვითონ ფეხბურთელს აღარც უსტად არ იყო და სკამზე ყოფნა და შესაძლოა კლუბს მიმართა რომ მოუძებნონ პოტენციური მყიდველი. თუმცა ის არ უნდა დავიწყოთ ის ფაქტი, რომ 2017 წელს სრულდება კონტრაქტი მარიოს და ალბათ მასთან ბაიერნი ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. მე ეჭვება მასში დიდი თანხა რომელიმე კლუბმა გადაიხადოს. ამიტომ სრულო უფასოდ არ დაკარგოს ბაიერნმა გაუფორმებს ახლა ხელშეკრულებას და შემდეგ შეიძლება რომელიმე კლუბში არენდის წესით გაახსოვოს. აი შემდეგ კი უკვე თუ კარგად და წარმატებულად ითამაშა, უკვე შეიძლება რაღაც თანხად მაინც რომ გაყიდოს გიოცე. რავი დავით მე პირადად თუ პოგბა არ მასკერანო რო დაამატონ მაგრად გამეხარდებაო. ანუ თუ პოგბა არ წავაო, რო დაამატონ კი აბსოლუტურად გეთანხმები მასკერანო ძალიან კარგი ტრანსფერი იქნება. მოგესალმები დავით ბიონ შემოგერთით ფორცა იტალიო. გამარჯობა გელა როგორ ახარ? გეტყვით იმას რომ ყოველ ჩანაწერი ფორცა ლაივის მეორე დღეს იდება ფორცა UEG-ზე, ამიტომ თუ სურვილი იქნება შეგიძლიათ ჩვეულებრივად უყუროთ ჩვენს ლაივ გადაცემას. კავანი კაპიკად აღარ ვარ გაო, ეს ინფორმაცია მაქვს მე ზუსტად, ისე ჯერჯერობით რა გუნდიც ვნახე ამ ევროპაზე ყველასთან რანუ შეიძლება თამაში, თუნდაც ესეთ იტალიას რეალურად ფავორიტები არ ვართ, მაგრამ სხვა გუნდების ხედავ ვარსკვლავებსაც წყვიტავდნენო. დიახ, ეთანხმები, აი დღეს მაინტერესებს ცოტა ხანში ესპანეთის ნაკრები რო დაიწყებს თამაშს, მინდა რომ მანამდე არც თქვენ არ მოგაცინოთ და ნელ-ნელა მივიყვანო გადაცემა სულ ეტაპამდე. იტალიის ნაკრებს შევეხო, ამ წუთებში მიმდინარეობს პრეს-კონფერენცია ბუფონი და კონტე
ესაუბრებიან ჟურნალისტებს, მე მას აუცილებლად მოვამზადებ, ვეცდები რომ ვიდეო მოვიძიო მალევე და უკვე გახმოვანებულად ფორზაევიჩის მიერ შემოგთავაზოთ და ვნახოთ როგორი განწყობაა იტალიის ნაკრების თავმჯდომარეს ბელგიის ნაკრებთან შეხვედრამდე, ვნახოთ ბუფონი როგორ მოტივაციას უკეთებს საკუთარ თანაგუნდელებს, იგი ყოველთვის გამოირჩევა ხოლმე რაღაც საოცარი ფრაზებით, მე დარწმუნებული ვარ იტალიის ნაკრების კაპიტანი იპოვნის იმ სიტყვებს, იმ საჭირო სიტყვებს, რომელიც ხვალ რა თქმა უნდა დაგვეხმარება საუკეთესო კუთხით. პიანჩი უკვე ჩვენია ხო? პიანჩი 99% კი არა 101% მზად არის დღესვე იყიდოს ტურინის ბილეთი, ჩამოვიდეს და თვითონ გაიაროს ამ მედიცინურ შემოწმება, ეს ჩართავს ალბათ თავის smartphones, Facebook-ს live-ზე შემოვა და თვითონ გაახმოვანებს ამ ყველაფერს, რომ გადმოვიდა იუვენტუსში. ტრეკვარტის და საფეხბურთო ინტელექტი უნდა კონდეს მაინდა-მაინც ამ ხრივ ბერარდი ღმეს არ უქნიაო, გეთახმები, ანუ რაღაც ინტელექტი უნდა იყოს, ხო, ანუ წამის მიასეთში გადაწყვეტილების მიღება ბერარდი ოდნავ ჯერ არ არის. შეიძლება იუვენტუსში გადმოვა, მერე გაიუმჯობესოს, მაგრამ ჯერჯერობით მაინც განეხილება როგორც მარცხენა ან მარჯვენა შემტევად. ბენატია არენდაც არ იქნება ცუდი და კომანდის ფასად გიოცე წამოიყვან ხო საერთოდ დაგხვატავსო. ხელის მოწირა დარჩაო. მოგბა თუ დარჩა, იუვე იქნება უნიკალურად დაკომპლექტებული გუნდი, აბსოლუტურად დაბალანსებული, ძალიან ნათელი თავის ალმინატორეთიო. ვეთანხმები კახას, რომელიც ყოველთვის ძალიან ესე ზუსტ შეფასებას უკეთებს ხოლმე და მე მიხარია ესეთი გულშემატკივარი რო არის ჩვენთან ერთად. რაც შეეხება პოგბას დარჩენას, მე ვფიქრობ, რომ პოგბას დარჩენა წლებს იქნება ერთ-ერთი მთავარი ტრანსფერი იუვენტუსის იმ შემოთავაზებების გათვალისწინებით და ბაზარზე არსებული სიტუაციით პოგბა თუ მომავალ სეზონში ჩვენთან იყო და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, მე ვიტყვი რომ მაროტამ ძალიან კარგი ტრანსფერი განახორციელა მისი დატოვებით და იმედი მაქვს მომეცემა ამის საშუალება და პირველი თქვენ გახარებთ ზუსტად. რუბინიო გაუშვათ პოგბა. რუბინიო მაგარი კაცია, მე როგორც ვიცი 300,000-იც არ აქვს წლიური, როგორც გავარკვიე, ამიტომ მე ეჭვება ფერარი უყიდოთ. ძალიან ძლიერი გუნდი გვეყოლება მომავალ სეზონში დარწმუნებული ვარ და ევროპული სამოყვარი ტროფეიც დაიდება მჯერა ჩვენი ლეგენდარული ბებერი ქალბატონის რა სიტყვი დავით მთავარია პოგბა შევინარჩუნოთ და მე ჯერა იმ წამიდან როდესაც 96-ში ლურჯი მაისურით მოთამაშეებს უყურებდი როგორ ხარობდნენ ისინი რომის ოლიმპიურ სტადიონზე მაშინ ჯეროდა როდესაც ბოლუსიასთან დაუმარცხეთ, როდესაც რეალთან დაუმარცხეთ, როდესაც მანჩესტერთან ნახევარფინალში დაუმარცხეთ, მილანთან რო დაუმარცხეთ, ყოველთვის ჯეროდა სერია B-ში ჯეროდა და ეს წმენა იქნება ცხოვრების ბოლომდე. რას ფიქრობ პოგბას ნაკრებში თამაშზე იუვეში ხო მარცხნივ დგას ნახევარდაცვაში და ეხლა მარჯვენა მხარეს იყო მატუიდი გამის პოზიციაზე კი უყურებ და ვიცი მგონი მაგიტო იყო რო არ წავიდა თამაშიო და მარჯვენა მხარეს დააყენსო. ჩემი აზრით დეშამა არ ვიცი ალბათ რაღაც საკუთარი ხედვა აქვს ასეთი აღნიშნა რომ მარჯვნიდან შეუძლია უპრობლემოთო მანამდეც იყო დაანონსებული შევხედოთ არ ვიცი ნამდვილად არ იყო ისეთივე ეფექტური მაგრამ ამას უფრო ფსიქოლოგიურ წნეხს დაბურთა ვიდრე რაღაც ტაქტიკურ პრობლემას არ ამგონი რომ ტაქტიკური პრობლემა ყოფილიყო რაღაც ალბათ ფსიქოლოგიური მომენტია მაინც მოქმედებს ფეხბურთელზე რომ 100 მილიონს იხდიან და 200 მილიონს და 500 მილიონს შენში და პოგბაც ადამიანია. პიანჩზე ძალიან მაგარი ტრანსფერი არისო, გეთახმები დავით, ადრეს თქვი და კიდევ ვიტყვი, Fly Emirates რომ იყო ჩვენი სპონსორი, პრობლემა აღარ იქნებოდა რომ იყოსო, იქნებოდა აღარანაირი და ამ კომპანიასაც არ მისმის რატო ასპონსორებს Arsenal-ს, რატომ არა USO ისე სტადიო Emirates ან ამის გასწრი რომ და კონ უფრო მეტი თანხით დაგვასპონსორებდა ხო შეიხებდა კომპანიაო. არ ვიცი ეს ერთი პერიოდი საუბარი მიდიოდა რომ Samsung-ი რომელიც ჩვენი ციფრული პარტნიორი არის მისი სახელობის სტადიონად გადაკეთებული იყო და ძალიან მომწონს UAE Arena და ნამდვილად არ მინდა რაღაც Fly Emirates-ის სახელობის სტადიონზე თამაშობდით. როგორი მაგარი მომენტია ხო? UAE Arena-ზე Juventus-ი უპირისპირდება მსოფლიო ფეხბურთის გრანდებს და დაიიღოს ასე. დღეს გერმანია დავით ესპანეთი ხვალაო უკაცრავად გერმანიის თამაშის ხილვა მე ყოველთვის ვამბობდი რომ ჩემპიონატის დაწყებამდე მიმაჩნია ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად და ნახოთ თუ დაადასტურებენ გერმანელები ამას დღევანდელ შეხვედრაში უკრაინელებთან 3-0 იგებს იტალია უეჭველი მაგრამ ჯერაო დაე თუ პოგბა არ გაუშვეს მაგარი ნახევარდაცვა გვეყოლება მორატაც იმედია დარჩებაო მოკითხვა ლუდით მარადას გარაჟიდანო როგორ ახართ ბიჭებო რას ერჩიან ამ რუბინიოსო რუბინიო არ ვიცი ფეხბურთელი რომელიც 30,000 იღებს წელიწადში არ ვიცი რა პრობლემა უნდა კონდეს მასთან ოკეი პრინციპში მიყავს სასასრულისკენ დღევანდელი დღე ხვალ
იტალიის ნაკრების თამაშის დაწყებამდე ჩვენ live chart-ი აუცილებლად გვექნება, ეს მინდოდა ანონსი გამეკეთებინა და მე თქვა რომ ტრადიციულად იტალიის ნაკრების თამაშებზე გვექნება 1 საათით ადრე ან საათნახევრით ადრე ჩართვა. მიმოვიხილავ და უშუალოდ გავიგებთ რა ტაქტიკური სქემით აპირებს ანტონიო კონტე თამაშს. ვინ უნდა ველოდოთ ძირითად შემადგენლობაში გავახმოვანოთ ძირითად შემადგენლობასაც რომელიც 1 საათით ადრე იდება და ქვეყნდება. ამიტომ Forza UG non-stop რეჟიმში მუშაობს Forza Euros ასე ვთქვათ ჩარჩოებში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თითოეულ ივენტინოს განსაკუთრებით მივაქცევთ ყურადღებას რა თქმა უნდა იტალიის ნაკრებს რომელსაც ხომა გობთ. ასე იყო აქამდეც ასე იქნება მერეც და ასე იქნება ალბათ ყოველთვის სანამ Forza UG იარსებებს. ოკეი, დღევანდელი დღისთვის ყველას მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ისევე როგორც გასული დღეებისთვის Forza UG თქვენთვის აკეთებს ამ საქმეს და ესე იქნება მომავალშიც. ევროპის ჩემპიონატს კი ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო ევროპის ჩემპიონატი გვაქვს, ანუ ამის თქმა მინდა და იმედი მაქვს მე პირადად იტალიის ნაკრები ხვალ იმედებს არ გაგვიცრუებს და ხმამაღლა დააფიქსირებს საკუთარ მიზნებს ევრო 2016-ზე. ოკეი, დღევანდელი დღე დასასრულს მივახლოთ და გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით ჩვენ ერთმანეთს ხვალ თამაშის დასაწყებამდე 1 საათით ან საათნახევრით ადრე შევხვდებით, ამას აუცილებლად დავანონსებ. დღევანდელი გადაცემის ჩანაწერი კი ხვალ გამოქვეყნება Forza UG-ზე, შეგიძლიათ ყურება და იმ საინტერესო თემის მოსმენა, რაც დღეს ჩვენ ერთად განვიხილეთ. ჩაო, ტუტი, აბა დროებით, გემშვიდობებით.